დღეს ვიმყოფებით ზუგდიდში და ვესწრებით ჩირის საშრობის საწარმოს გახსნას და მნიშვნელოვანია რომ ეს პროცესი არის დაწყებული და ინიციატორები ამ პროცესის არიან ჩვენი მთავრობა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ აღვნიშნოთ რომ თანამონაწილე ამ პროცესის განხორციელების არის ჩეხეთის საელჩო და უშუალო ჩეხეთის განვითარების სააგენტო მოემსახურებით აი ამ საწარმოთი ძალიან ბევრ და დიდ ნაწილს ჩვენი საზოგადოებისა, რომელიც ცხოვრობს არა მხოლოდ სამეგრელო ზემოსვანეთის რეგიონში, არამედ ასევე იქნება ცდომა ამ საწარმოსთვის იმ ჩვენი საზოგადოების წევრებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. Well, this project for us it's a source of a big pride because it's our first project together with the government of the Autonomous Republic of Abkhazia here in Samegrelo-Zemosvaneti. We are very active in the region, that's for sure, and we are always supporting both the region and the IDP community. But as I said, this is the first project together with the government. And we found a lot of synergies in this project. We are supporting directly people who will find employment in this enterprise. We are very grateful for this opportunity. We are supporting the IDP community for a long time already, and this is one of the examples of it. დღეს მოხდა სოციალური საწარმოს პრეზენტაცია, მას ქვია ვიტამინო. 20 სექტემბრიდან ჩვენ უკვე შევძლებთ მიღებას პროდუქციის და დევნილების მომსახურებას. ნებისმიერი ხილის და ნებისმიერი ბოსტნეულის გადამუშავება შეგვიძლია ჩირად. ამავე დროს შეგვიძლია სოკოს გაშრობაც, შეგვიძლია თამბაქოს გაშრობაც, ანუ ძალიან ფართო სპექტრი არის. დასაქმდებიან, რა თქმა უნდა, მხოლოდ დევნილები, უკვე დაკომპლექტებულია. ჩვენ დანადგარებს ხედავთ აგერ, გადავამზადეთ, ვასწავლეთ.